ამერიკელმა სამხედროებმა გერმანიაში ასობით ერთეული საბრძოლო ტექნიკა ჩაიტანეს. ტანკებს და ქვეით და ჯავშან მანქანებს ახლა გერმანიიდან პოლონეთში გადაიტანენ. ეს ყველაფერი კი აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის ბრძოლის უნარიანობის გასაძლიერებლად და რუსეთის შესაძლო აგრესიის შესაკავებლად კეთდება. აბრაჰამსის ტიპის ტანკები, ბრედლის კლასის ქვეით და ჯავშან მანქანები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი პალადინები. ეს მძიმე ტექნიკა ამერიკულმა სამხედრო გემებმა გერმანიაში, ბრემენჰაფენის პორტში ჩაიტანეს. აქედან ტექნიკას პოლონეთში გადაისვრიან. ეს მანქანები 4000 ნატოელი ჯარისკაცისთვის არის განკუთვნილი, რომელთა განთავსებას პოლონეთში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს იგეგმება. ანალოგიური ბატალიონები განთავსდება ბალტიის სამივე ქვეყანაშიც. იანვრის ბოლოს ამერიკელი და პოლონელი სამხედროები ერთობლივ მანევრებს ჩაატარებენ, რომელთა მიზანიც ალიანსის განცხადებით რუსეთის შეკავებაა. ნატოს აღმოსავლელი პარტნიორები პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი საკუთარი უსაფრთხოების გამო განსაკუთრებით მასმერი არიან შეშფოთებულები, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. ევროპაში ამერიკული ჯარების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ტიმოთი მაგვაიერი ამბობს, რომ მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო ხერხი მუდმივი საბრძოლო მზადყოფნაა. რასაც ახლა ვაკეთებთ ალიანსის ერთიანობის და ძალის დემონსტრირებაა, ასევე შეერთებული შტატების მზადყოფნა უზრუნველყოს მშვიდობა კონტინენტზე. გენერლის თქმით, ჯარების და სამხედრო ტექნიკის გადასროლა ევროპის აღმოსავლეთში დიდი ხნის წინ შეთანხმებული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. გადაწყვეტილება აღმოსავლეთ ევროპის 4 ქვეყანაში ნატოს მრავალეროვანი ბატალიონების განთავსების შესახებ შარშან ვარშავის სამიტზე მიიღეს. ბატალიონებს შეერთებული შტატები, გერმანია, კანადა და დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებენ. ნატოში აცხადებენ, რომ რუსეთის საზღვართან ბატალიონების განთავსებას მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი დანიშნულება აქვს. ამის საპირისპიროდ კი მოსკოვში ნატოს აგრესიულ ქმედებებზე ლაპარაკობენ. დასავლელი სამხედრო ექსპერტების გამოთვლით, ამ დროისთვის რუსეთს თავის დასავლეთ საზღვართან 300,000-ზე მეტი სამხედრო ხალხს მობილიზებული.